მეგობრებო, ვაისაურო Ice Kingdom-ზე ხარ და დღეს ჩვენ Unbox GG-ზე გავხსნით кейსებს, ახალი საიტია, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. დაახლოებით range-ისნაირი არის ყველაფერი რეჟიმია, განსაკუთრებით кейს ბეთლებში, ოღონდ სკინების მაგრად ვარდება რაღაც აიტემები, რომლებიც სამწუხაროდ საქართველოში არ ჩამოდის, თუმცა გადის კრიპტო, ანუ რასაც მოიგებთ, აქ შეგიძლიათ საბოლოო ჯამში რომ გაიტანოთ ფულის სახით, ასე რომ თუ ხართ ვინმე ესეთი რაღაცებით დაინტერესებულები, ლინკს იპოვე აპირებულ კომენტარში. ვინც ჩემი ლინკიდან რეგისტრირებოდა გახსნის Unbox GG-ზე кейსებს, 4 თქვენთაგანს დავასაჩუქრებ $100 ბალანსზე 20 სექტემბრისთვის გათამაშება სტრიმზე მოხდება გამჭვირვალედ. პირობები შემდეგნაირია, ყოველი 20 გახარჯული დოლარისთვის საიტზე მოგეცემათ ერთი გათამაშების ბილეთი. ეს არ არის დეპი, ეგ არის ჯამში შეტრიალებული თანხა, რამდენიცასაც გახსნით кейსებს აქ. მაგ პრინციპით დაითვლება, ყოველი 20 გახარჯული დოლარისთვის მოგეცემათ ერთი გათამაშების ბილეთი და რაც უფრო მეტი გექნებათ გათამაშების ბილეთი, მეტ უფრო მეტი შანსი გექნებათ ამ გათამაშებაში მოგების. 3 თქვენთაგანი შემთხვევითობის წესით დასაჩუქდება მაგ ბალანსით, ხოლო ვინც ყველაზე მეც გახსნის, იმას ავტომატურად დაუჯდება ეგრეთვე მე-4 ადამიანი, შესაბამისად 4 ადამიანს გავუკეთებ ესეთ რაღაცას, ვინც ჩემი კოდით დარეგისტრირდება. დღეს გვაქვს 750 ამ ვიდეოში. მოსაგებად, ასე რომ თქვა და წინ გასასვლელად ერთი 1500-ზე ასვლა მაინც მინდა და მინდა რომ 3-3-ზე Jackpot Crazy Mode-ში ვითამაშო Fast-ში და ჩავყარო ძალიან რისკიანი кейსები აქ. მაინტერესებს ამ ამბავიდან რა გამოვა და მოდი ჩავყაროთ აი ამ კატეგორიის кейსები პრინციპში. აქ აგერ Oil Ring-ი ჩავაგდოთ ერთი 10 ცალი, ჩავაგდოთ კიდევ MVP ერთი 10 ცალი და ვნახოთ იქნებ რაღაცა კარგი რაღაცეები გაისროლოს ამან და რაღაცეები დააგდოს აი ესეთ кейს ბეთლი მინდა რომ გავუშვა თავიდან ყოველ შემთხვევაში, სადღაც 100-მდე ჯდება ახლა ეგ кейს ბეთლი და ნუ რავი, მოდი ერთი დავამგვრალოთ სავით და ერთი 10 ცალი ეს кейსის გავუშვათ, 120 დაგვიждდება ახლა ეს кейს ბეთლი, ვნახოთ 3-3-ზე Jackpot Crazy Fast Mode-ი გვაქვს არჩეული და იმედია წავწინაურდებით და მოვიგებთ. 129 ჯერ კიდევ გრჩება მიზანი 1500 გვაქვს მინიმუმ. შეტანა შესაძლებელია ამ საიტზე თანხის კრიპტოთითაც, პარათითაც თუ არ ვცდები. თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ, აქ დაგდებული აიტემები ჩვეულებრივად იგზავნება ამერიკაში, გერმანიაში და იმ ქვეყნებში, რომლებსაც Unbox GG-ს მიტანის სერვისი ფარავს, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ ეგაა პრობლემა, რომ საქართველოში არ ჩამოვართ და delivery არ უმუშავებთ, თორე სხვა ქვეყნებზე, ევროპის ქვეყნებზე და ამერიკაზე უმუშავებთ და თუ ხართ რომელიმე ვინც მიყურებთ საზღვარგარეთიდან, შეგიძლიათ უბრალოდ მოგებული ნივთი პირდაპირ მისამართზე გამოაწერინოთ Unbox ყველაფერი მოდის იდეალურად. აი მაგალითად Spider-Man-ის ესეთი $590 სათამაშო. და Spider-Man-ის ფანი ხართ? დაიგეთ $590 Spider-Man-ის ფიტული სახლში და გადაიღეთ სელფები ყოველდღე მასთან დაგით მე სადღაც ეზოში და გააქირავეთ ყოველი სურათის გადაღებაში გამოვართვით ფული ხალხს გამრელებს. კარგი დროგი იყო. ვაღიაროთ, ძალიან იაფიან кейში, ძალიან კარგი რაღაცა დავარდა. ეს გვჭირდებოდა ბანკის ასაგროვებლად, მით უმეტეს დააგდო ისეთ მოწინააღმდეგესთან, სადაც შანსები არ ქონდა საერთოდ და ჩვენ დავიჭირეთ $68 Razer-ის ბაზილისკის მაუსი. ვიღაცამ წერს. მე მგონი TikTok-ზე წერს ერთ-ერთი გამომწერი, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ გადართული ვარ თავიდან ბოლომდე кейს ბეთლში. რომელშიც მინდა რომ დავიჭირო ბევრი ექსკლუზივი და არა ურიცალი. Razer-ი. ამან მოკლედ Razer-მა Razer-ის ერთი ცალი მაუსი გაისროლა 10K-ში და მეტი არაფერი. აბა ვნახოთ MVP ასწავს. შანსები 50-50-ია დაახლოებით. ბანკი, ნუ $600 აქვს იმ ბოლობოც დაგდებული Spider-Man-ის ფიტული, გაასწორა. კარგი იყო. კარგი იყო, იმიტომ რომ ვიღებდა, თუმცა ეს პინგ-პონგის ბურთებს რომ იგდებს 10 ცენტიანებს ეს кейსი MVP. ამდენი ხანია და არც კი ფიქრობს იმას, რომ სადმე ექსკლუზიური გაისროლოს, ეგ არ მოგწონს. აბა მიდი Heisenberg. შენ ერთი მაგარი დროპი დააგდე, იქნებ ახლაც რაღაცას სვირიანს აგდებ, არა მგონია $240 Super Bowl-ის ბურთიო. აი ბეისბოლს არ თამაშობ, მაგრამ თუ რაც არის ამერიკულ ფეხბურთს, მაგრამ ეგდოს რა. ვახ, ეს რა საინტერესო кейსია. $2 ვაუჩერს აგდებს უეჭველი და თუ ექსკლუზიურია რას აგდებ ნეტა. ძალიან მაინტერესებს ეს кейსი რას, 4 და 17 იღებს, ამაზე ზვირიანი кейსი არ ჩაგვიგდიეთ დღეს. და $2 ეგრევე აბრუნებს უეჭველი და რავი რა. ფაქტ, ეგ ექსკლუზიური, ბიჭო, ინტერესი მკლავს რადევს кейსში.
1%-იან кейსი რო $2 უეჭველი აბრუნებს. ექსკლუზივში რა ატევს მან. $100-იო. კაი, მოიცა. ხო მოვიგე. წავაგე. $157 წაიღეს იმათმა. სანამ ვათვალიერებდი кейსბეთლი წავაგე ბიჭო. ისე ვარ მიჩვეული რენჯიზე ლურჯი წითელი ყვითელი ჩემი ფერები ახას მეგონა რომ მოვიგე და თურმე წავაგე. ედითი ხო შემილია. კრეიზის გარეშე მინდა იგივე кейსბეთლი რო ვითამაშო. არ მოსულა? წესით მოსულა. და ამ кейსში რეები დევს ვერ ნახულობ, აი ესე უნდა ვნახო. 1100-იანი დევს რასტის აითემები დევს ბიჭო. ხო, და 99%-ში დევს $2-იანი ვაუჩერი, თუმცა შემდეგ ნელა ეს რასტის აითემები დევს. აი, ვატრიელებ იგივე кейსბეთს. ოღონდ ამჯერად კრეიზის გარეშე ვარ და ჩვენ გვაწყობს ჩვენ დავიგდოს ეს ექსკლუზიური დროპები. ამან დააგდო თუ არ ვსწრები სპაიდერმენის ფიტური. და არ იყო ეგ ფლაშორის ყველაზე ძვირიანი. $3600-იანიც დევს აქ რაღაც. მიდი აბა, $3600-იანი შეგიძლია რომ დააგდო? ნაშა დავაგდეთ $150-იანი. გასაბერია ნეტა, გამოვიცა ხო? მინიონი 47, ესე სპაიდერმენზე გაგვიმართლა მაგრად. თუმცა ეხა ნაშა ყავს. აი кейსია. 1.88-ისთვის არა? იმის გათვალისწინებით რომ кейსი თუ 2.88 აღირს. საკმაოდ კარგ რაღაცებს აგდებს, როცა აგდებს. მეტი არაფერი არ დააგდო. 150-იანი დააგდო. 1 და 58-იანი მეორე. წინა შემთხვევაში თითქმის $600-იანი სპაიდერმენის ფიტული დააგდო. ამან წინა შემთხვევაში დაგვიგდო Razer Basilisk's mouse. იმედია ეხლაც იზამს რამეს. ჯერჯერობით 10 ცენტიან დისკებს გვიგდებს წინა საუკუნის და წინა ცხოვრებიდან. ვინც მოისწარით ეგეთ დისკებს, მიალაიქეთ ვიდეო აუცილებლად. თუ ხართ რა თქმა უნდა ეგეთი ასაკის ვინმე. ამ кейსმა გადაწყვიტა რომ არაფერი არ დააგდოს საერთოდ. გადავედით შემდეგ кейსზე MVP-ზე, აქ რეები დევს ზვირიანები ვნახოთ, აბა $13,000-იანი თოვლმავალი დევსო ბიჭო. უი. ეგ გვინდა უეჭველი რა. $13,000-იანი თოვლმავალი. ეგ მომცადა თოვლს მე თვითონ მოვიდან. აი, არაფერი არ დააგდო და გადავედით кейსზე, რომელშიც დევს $2-იანი აითემები და პლუს თუ რამე და 1000-იანი რასტის აითემი. ამაში $1000-ზე უფრო ძვირიანს ვერ დავიჭერთ ვერაფერს. 293-იანი კალაშნიკოვი, თან ძალიან კარგ ადგილას დააგდო კი არა და პირიქით აღარ მაქვს კრეიზი რა ის კარგ ადგილას დააგდო ბიჭო. საკრეიზის ვთავ პირიქით ვარდება და ეხლა არ მაქვს კრეიზი მოვდი და იმათ ვდებ ყველაფერს. ხო, გამიხარდა რათა თან ესე ინსტინქტურად დავიძახე. კარგ ადგილას ჩააგდო, შანსები დაუპატარავდება არა. იხვის ტოლმა. 10%-ია ეგ ჩემიას და 3-3 კიდე მე დაიმას. აღარ დააგდო მეტი აღარაფერი. კაი, ეს ვარდისფერი ამას არ უნდა გადაცელებულიყო და ჩემი იყო. აი ეს მონაკვეთი იყო ჩემი. წავაგე ზედიზეთ ორჯერ ეს кейსბეთლი და აღარ მინდა მე ამ кейსბეთლის თამაში თავი დამანებით. აპგრეიდერში წავალ აგერ და 25-ებს გავალ და ვეცდები რომ 150-იანი რაღაცა დავაგდო. აი მაგალითად New Balance-ის ბოტასი. რატომაც არა. New Balance 204L. 8.5 ზომა US-ის.
ჩემი ზომა თუ არის, გაასწორებს, მაგრამ არ ვიცი ჩემი ზომა არის თუ არა. კაი, აპა მაშინ ესე რო ვქნათ 20-ში, მაგრამ თან უფრო ზვირიანი მოვთხოვოთ, მოგვივა? რეიბანის სათვალეები. ნავი. ნავი მინდა ყლეს მოგიტი. დავარ. კაი. ეს ერთი რაღაცა რა, რადგანაც დავაგდეთ, მაგითაც მაყოფილი ვარ. $200 მინუსში ვარ ვიდეოს დასაწყისიდან. პროსტა кейსებში რო წავიდეთ. მაშინ რა დევს? $25,000-იანი Rolex-ი დევს ბიჭო. სასმელები დევს. აიდოს Rolex-ი ძმაო. Ясно, 60 ცენტიანი რაღაცა უნდა დამიგდო, ხო? 73%-ია ეგ. Rolex-ი. ეგ რა ღირს? $23 ღირს ეგ კიდე არ არის ცუდი ვარიანტი. არაფერში არ გვაწყობდა. ერთხელაც Rolex-ის იმედად, ясно, 60 ცენტიანი ჯიგარი ხარ გამისწორდა მაგრად ძმაო. ჩამოვედით 440-ზე. Ridiculous. უი. ეს რა არის ძმა? Hermes-ის ჩანთაო. Nike Air Easy. აქ რეები დევს ბიჭო. დიდი აპა ჩანთა დააგდე. $100,000-იანი ჩანთა მომეს და მე ვივლი მაგის დედაც. ეს ნახდათ არ ეყირება მაგდანი. $5-იანი McDonald's-ის ქუდი. ქუდი რა, კეპი მარტო. აისური 25-იანი. მეგონა ეს არის ძმა 450-იანი და შეხედეთ ბიჭო, რამდენი მაისურია და მაინდა-მაინც $25-იანი მომცა მე. $100-ზე ჩამოვედით. ისევ ბეთლებში უნდა წავიდეთ რა. ბეთლია მოსაგები ყველა პონჩში რა. სხვა გზას ვერ ვხედავ მე აქ. პროსტა ბეთლია მოსაგები რა. და აი არც უნდა უყურო ამ შანსებს ისე უნდა ჩავყარო кейსები აქ. გას თუ უყურე და მან თვალე იქ რომელი რა პროცენტ თუ დასაგდები აქ და თუ უნდა დააგდოს დააგდებს ისედაც. აგერ ძმაო 152-იანს გავაკეთებ ახლა ამ кейსბეტს, 1-2 ბოტის წინააღმდეგ ჯეკპოტ მოუჩი. 2 ეგეთი кейსბეტლი მომივა. 1 მაინც თუ მოვიგე, ალბათ ავშენდები. თუ ვერ მოვიგეთ და ესე იგი ვერ ავშენდები და ვერ მოვიგებ ამ ვიდეოში. თავარია თქვენ მოიგოთ. მე კონტენტს გიქნით და გაჩვენებთ რეები ხდება unbox-ზე. $1 და 30-იანები დავაგდეთ 5-იანში. არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ხო, ეს წინა პირველ ვიდეოშიც მახსოვს რომ მქონდა ეს ყველები 12 ცენტიანი. აქ რეები დევს აბა. 3 ცენტიანი ჰარი პოტერის სტიკერი. გახეული ნასკევი. სავარაუდოდ ყველასთან, ბოლოსთან თუ არ დააგდო ექსკლუზიური. კარგად მივდივართ. და დავარდა პირველი ექსკლუზიური შუა ბოტთან, რაც ძალიან ცუდია. აპა რას დააგდებს $8-იანში. კონსოლია? თლიანად iPad 440 Nintendo Switch-იო, ბიჭო. ვაი, ჩემთან რამე კაი დააგდე, არ ახვიდებ. Nintendo დააგდო კომპლექტი როჟამ. და მიაყოლა Z ტრუსიკი. ჩეკბეყურას. 3% მაქვს ჯერჯერობით ამის მოგების შანსი. მით უმეტეს აგარ ბენდენების ნაკრები მოვიგეს, მაგრამ $44-იანი მეტი მექნება ახლა შანსი რამდენი მაქვს? 10% ვარდისფერში.
20 ცენტში წამოვიღე. ანუ Nintendo-ს გარდა $300 მაქვს და პლუს Nintendo Switch-ი, ბიჭო. ერთი უნდა გავირკვი აქედან გატანაში საქართველოს ჩამოდის თუ არა ესენი. მაგრად მაინტერესებს. სხვა кейს-ბეტლი უნდა გავაკეთო. იგივე кейს-ბეტლი უნდა შევატრიალო, რატომაც არა. Nintendo ეგდოს. გავარკვე კეთყვით. საქართველოს ჩამოდის თუ არა ზუსტად. ან სხვანაირად თუ შეიძლება რამენაირად რომ მივუთითო მაგალითად ამერიკის მისამართი და ჩერეზ Onyx-ით ან რაღაც ეგეთით რა ჩამოიტანა. მიდი ამაში ყველი დევს $2000-იანი ძმა. იტალიური. ან შვეიცარიული რა. მკვრალი, დიდი თუ დააგდო, ესე იგი ავშენდით. თუ არა და ესე იგი არა. $59-იანი $6-იანში, ოკეი. აშენება არ არის, მაგრამ ჭამა შეიძლება. ოკეი, შრეები დევს მარტო მასკებს რო ვაგდებს. $500-იანი დევს რაღაც ფეხსაცმელი. აი. ამან დააგდო სხვათა შორის Nintendo-ს ეხან. ეს. და მაქსიმუმ Xbox-ი დევს. ახვალ ხო უეჭველი. კაი ბიჭი ხარ, მიდი აბა. ეგ ხარ სულ, ბიჭო? ძმაო შორტი მოგვივიდა არა. იმათ მოვიდათ ყველას და მე ვერა. $50 მქონი? თუ გაჩერდა ვონ მაგ შემთხვევაში. აი, ისევ წინდები. $15-იანებს ხოლმე Nike Air Jordan-ები. აბა მიდი ვარდისფერი. ჩემია, ყველა პონჩი 229 მოვიგეთ ამჯერად. Nintendo-ს გარდა. 390-ზე ამოვედით. ერთხელაც ეს кейს-ბეტლი. ვიგებთ და. ერთხელაც ეს кейს-ბეტლი. ოკეი. რაც ნამეტანის სიწყნარი არის ამ кейს-ბეტლში. გაგლეჯილი გახრატილი წინდების გარდა არაფერი არ ვარდება. ერთი Nintendo მოგვაგებია და გაჩერდა ჭიკარი, ხო? ამისგან გამიტყდა სიმართლე გითხრათ. ნახეთ ბიჭო, მინიმალურს აგდებს $14-იან ქუდს. ხო და ექსკლუზივი დავიჭერეთ და 40-იანი დაგვიგდო თუ არ ვცდები მხოლოდ და მხოლოდ. $20-იანი შორტები. ძალიან პატარა ბანკია. აი, ყველგან მინიმალურები დავარდა თითქმის, რავი, $100 არა, მეგონი ჯამში რაც დააგდო და ბოლო кейსია დარჩენილი თან, მხოლოდ და მხოლოდ 1.5 გაასწორებდა, მაგრამ აქაც აგდებს $15-იანს მინიმალურს ყველგან და ამის ხარჯზე რაღაცა ბანკიც გროვდება. აბა მიდი ვარდისფერში ისევ თუ გამიჩერდი, $130-ია, პრინციპში 150 დაგვიჭდა, მხოლოდ და მხოლოდ кейს-ბეტლი გაასწორებდა. სხვა кейს-ბეტლი უნდა გავაკეთოთ, ისევ სამკაცში. და ისე უნდა ჩავყაროთ, ეს Nintendo იყოს ორი ცალი ვაფშე. ეს იყოს ორი ცალი. ესეც ორი ცალი იყოს. 232-იანს მივდივარ უეჭველი თან. ორ ცალს ამას ჩავაგდებ. ცალს ამას ჩავაგდებ, ორ ცალს ამას ჩავაგდებ, 194-ის არის ახლა ეს кейს-ბეტლი. უიდე, $200-იანი кейსია, ბიჭო. ამაში რეები დევს. $100,000-იანი პანინის რაღაც კარდი, ბეისბოლისტების კარდები არის, ძმაო. საგიჟეთია, რეები არა. რეები არაა პროსტა. და კიდევ შეგვიძლია $20 რო ჩავაგდო თუ იყოს ორი ცალი ეს, ეგ არის პრინციპში. 16 кейსია. ერთი რაც ვქნათ ფასტი ჩავთოთ, სამკაცში, ჯეკპოტით.
მივდივართ პრინციპში all-ins და ამ დროს გვეკითხება ხოლმე საიტი ხარ თუ არა დარწმუნებული რომ გახვიდეო მას და Nintendo Switch-ი გვაქვს პლუს მაგას იქ წავიდა აბა 16 кейსი fast mode 1-2-ზე ვაისა ამ кейსს დააგდოს ერთხელ რაღაცა გახეული წინდის გარდა და მეტი არ მინდა რომ ამაში რაღაცა მაგრები დევს უეჭველი ძმაო უეჭველი თან Nintendo დისკი Spider-Man-ის PlayStation-ის $80. კეჩუპი იდო კეჩუპი რძე რო გამოიძახოთ Ice Scraper-ი ეგ რა არის არ ვიცი მაგრამ ხედავ 50 ცენტრი და კონსერვი მოვიგე ძმა $2 და ექსკლუზივი დაიჭირა ვიღაცა $25 кейსში და დააგდო $290 გუჩის კამარი და მიაყოლა მეორე ექსკლუზიური ZZ 2% მაქვს მე ეგ რაღა არის $160 რაღაცა კამარი კიდო რა ვიცი მაუ 6% მაქვს შანსი ვარდისფერში თუ გაგვიჩერდა ამჯერად აღარ გაგვიჩერდა და ტიპა მოიგო $680 საითემები ბოტმა შარკმა ჩვენ არაფერი აღარ დაგვრჩა Nintendo Switch რომელიც $450 ღირს და ამის ჩამოტანის ამბებს გავიკითხავ და გავარკვევ და შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. თუ გადაწყვეტავთ unbox кейსების გახსნას, ლინკით დარეგისტრირეთ, რომელსაც აპენდულ კომენტარში იპოვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 4 თქვენთაგანს $100 გაუთამაშეთ ბალანსზე, რომელიც შეგიძლიათ ეგრევე კრიპტოში გაიტანოთ ან кейსები გახსნათ თქვენი სურვილიდან გამომდინარე, შემთხვევითობით წესით 3 კაცზე, პირველ ადგილზე ვინც ყველაზე მეტ кейს გახსნეს, იმას უბრალოდ საჩუქრად ბონუსად ესეთი კარგი მხარდაჭერისთვის. შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, Nintendo შეგვრჩა 750-ში, პრინციპში მინუსში გავედით, მაგრამ რაღაცა კარგი აიტემი დავაგდეთ ასე თუ ისე და რაღაცა кейს ბეთლები იყო ძალიან საინტერესო. ჩემი ერთ კარგი ყურებადი ვიდეო იყო. თხოვნა მაქვს რომ Discord-ში შევახვიდე ბარემ რომლის ლინკსაც ვიდეოს აღწერაში ნახავ და რა ვიცი, გემშვიდობები დროებით ბოდიში მიკროფონზე შეხებისთვის. აბა ჰეთ